მოგესალმებით. საჯარო გაშლა გვექნება დღეს კონკრეტულად ჯანმრთელობის თემატიკასთან დაკავშირებით. არსებულ თემასთან დაკავშირებით ან ნებისმიერ სხვა კონსულტაციის საკითხის კუთხით შეგიძლიათ მომწეროთ Facebook-ის ან Instagram-ის გვერდზე. თქვენი მხრიდან ენერგობალანსირებისთვის საჭირო არის მოწონება, კომენტარი, სურვილი სამეფო გაზიარება არსებული ვიდეოსი და ვისაც ჩემი არხი გამოწერილი არ გაქვთ, გამოიწეროთ. მოდით ვნახოთ ვარიანტების მიხედვით ჯანმრთელობის მდგომარეობა უახლოეს პერიოდში, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება. შეგიძლიათ ჩაიფიქროთ თითო ვარიანტზე როგორც თქვენთვის, ასევე თქვენთვის საყვარელი და ძვირფასი ადამიანისთვის. პირველი ვარიანტის წარმომადგენლებისთვის არსებული სიტუაცია, მეორე ვარიანტისთვის არსებული სიტუაცია და რა თქმა უნდა მესამე ვარიანტი. გააკეთეთ არჩევანი, შეგიძლიათ დააპაუზოთ, ვინც ვერ მოასწარით არჩევა, შეგიძლიათ შემდეგ დაპაუზების შემდეგ გააგრძელოთ. მე ვნახავ პირველ ვარიანტს. პირველი ვარიანტის წარმომადგენლებმა უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ თქვენ ჯანმრთელობის კუთხით ძლოვან სისტემას, სახსარ მამოძრავებელი სისტემის მდგომარეობა. უახლოეს პერიოდში შესაძლებელი არის იჩინოს წარსული სეულმა, გარკვეული სახის ქრონიკულმა პრობლემებმა ჯანმრთელობის თვალსაზრისით, რაც შეიძლება წასულისეულად ქონოდა. თუ რაიმე კუთხით პრობლემა ქონდა, განსაკუთრებით შესაძლებელი არის პრობლემური სიტუაცია იყოს, რა თქმა უნდა, ძლოვანი და სახსროვანი სიტუაციების კუთხით. ასევე გარკვეული კუთხით კატეგორიაზე გარკვეულზე გადათამაშდება, რომ შესაძლებელი არის კბილთან დაკავშირებული პრობლემებმა იჩინოს თავი. ძლოვანი სისტემა კბილის კუთხით მიჩვენებს პრობლემის თემას. მთლიანობაში სხვა რაიმე კუთხით ისეთი, რასაც უნდა მიაქციოთ ყურადღება, რაღაცა განსაკუთრებული ფიზიკურად არ ჩანს. ერთადერთი მომენტი არის ძლოვანი სისტემის მდგომარეობა, ძლოვან სახსროვანი სისტემის მდგომარეობა და კბილების სიტუაციის მდგომარეობა. ასევე პატარ-პატარა შეიძლება დანახარჯების თემები იყოს, ერთგვარი გაციება, რაღაც ვირუსული ფონის მდგომარეობა, ერთგვარი ალერგიული ფონის მდგომარეობა, სხვა რაიმე ისეთი სიტუაციების კუთხით ფიზიკურად არ აჩვენებს. მოდით ვნახოთ მეორე ვარიანტის წარმომადგენლებისთვის არსებული სიტუაციები. მეორე ვარიანტის წარმომადგენლებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს აქ პირდაპირ მნიშვნელობით მიჩვენებს სისხლძარღვების სიტუაციებს, ნერვულ სისტემას და სისხლძარღვების მდგომარეობას. თუ გააქვთ გარკვეული პერიოდი უკვე ხელების დაბუჟების მდგომარეობა, რაღაც გულისარეში სიმძიმის მომენტი, ჩხვლეტის მომენტი, განსაკუთრებით ხო დროულად მიაქციეთ ყურადღება ჯანმრთელობის თემებს, ასევე ძილთან დაკავშირებული პრობლემების სიტუაციაც შეიძლება უფრო მეტად აქტიურ ფაზაში გადავიდეს, ხო? ანუ ძირითადად მეორე ვარიანტის წარმომადგენლებზე გულსიხსძარღვთა ასე თქვათ პრობლემებს უნდა მიაქციოს ყურადღება დისკომფორტის კუთხით, რაც გაქვს. თუ ამ მომენტისთვის რაიმე კონკრეტული რაც ჩამოთვალე აქტიური არ გაქვს, პატარა გამოვლინების შემთხვევაშიც ავტომატურად ვაქცევთ ყურადღებას ელემენტარული ანალიზის მდგომარეობის კუთხით, რომ არ მოხდეს გართულების მდგომარეობა. სხვა რასაც უნდა მიაქციო ყურადღება, იდეაში ყველაფერი ესეა თუ ისეა სტაბილური თემაში არის, მაგრამ შენივე ფიქრები და აკვიატებული აზრები არის შენივე მტრის მდგომარეობა, ხო, იმიტომ რომ ძალიან ხშირად გახასიათებს აკვიატებული აზრები და შენი აკვიატებული ეს ჩახოვული ფიქრებიდან გამომდინარე ენერგია რაშიც მიდის, პირდაპირ შენ ფიზიკურ სხეულზე აისახება და ფიზიკურ სხეულზე გარტყავს ხოლმე ეს ყველაფერი. მეტად აკონტროლე შენი შინაგანი ფიქრების მდგომარეობა და ემოციური მხარე, რომ საკუთარ თავს განაჩენი ჯანმრთელობის კუთხით პრობლემების თვალსაზრისით თავადვე არ გამოუწერო და რა თქმა უნდა მესამე ვარიანტი. მესამე ვარიანტის წარმომადგენლებისთვის აქ რაც მოდის პირველივე ინფორმაცია, სასუნთქი გზების თემა. ალერგიული ფონის მდგომარეობა, შეიძლება იყოს სუნთქვის თემები, აი ყველაფერად დაკავშირებულია სასუნთქგზებთან, ალერგიული ფონი შეიძლება იყოს, შეიძლება გაციება, ფილტრების ანთების მდგომარეობა. აი ეს თემა უფრო მეტად მოდის და რა თქმა უნდა გარკვეული კუთხით წელის არეში შესაძლებელი არის იყოს დისკომფორტის თემა. წელის არის უფრო მეტად აქტიური რაღაცა, აი ზეწოლის მდგომარეობა შეიძლება ითქვას, ხო იცოდეთ რომ თავი შეიკავოთ დიდი ზეწოლისგან წელის არეს რო არ მიადგეს უფრო მეტი ზეწოლა.
მძიმეების აწევისგან თავი შეიკავეთ, დიდხანს ფეხზე დგომისგან თავი შეიკავეთ. ანუ ფაქტიურად აქ პირდაპირ ამოდის სასუნთქი გზების სისტემის მდგომარეობა, ალერგიულმა ფონმა შეიძლება იჩინოს თავის რაღაცა ბრონხული თემები, ბრონხების თემები შეიძლება იყოს, ასევე ფილტვების თემები. აი ამებზე როგორც კი რაღაცა ისე შეატყობ, რომ ვერ არის პირდაპირ მნიშვნელობით, აი ამას მიაქცია ყურადღება, ძირითადად წელის არის მდგომარებას მიჩვენებს. პატარ-პატარა ფინანსური ნახარჯები შესაძლებელი არის იყოს, მაგრამ რაიმე სერიოზული, რომ კატასტროფული მდგომარეობა ნამდვილად არ არის. აი ეს არის სამი ვარიანტის არსებული სიტუაციები, გისურვებთ წარმატებას, ბედნიერებას და კარგად ყოფნას ნახვამდის.